მოგესალმებით. უპრეცედენტო საიმპიჩმენტო პროცესი საქართველოს ისტორიაში. სამარცხვინო მასკარადი, რომლის დროსაც საქართველოს პრეზიდენტს ევროპული ვიზიტებისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის ასამართლებენ. მართლაც დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავი. რაც თავარია სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება ის ირაკლი კობახიძე, რომელიც ამტკიცებდა, რომ სწორედ ზურაბიშვილი იყო ოცნების პრინციპული არჩევანი. იმდენად პრინციპული, რომ კობახიძეც და ივანიშვილიც 2018 წელს თავად სრულად უპრობლემოდ პოზირებდნენ ზურაბიშვილის ბილბორდებიდან. პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება, განაცხადა სალომე ზურაბიშვილის პოზიციის დამცველმა მაია კოპალეიშვილმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო 10 წლის განმავლობაში. სწორედ მან მიმართა მერაბ ტურავას დღეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელის არსებითი განხილვაც კი არ უნდა დაეშვა. ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი აცხადებს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ირაკლი კობახიძემ, თქვენ ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს. მე ვარ კონსტიტუციის თანა ინიციატორი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ბოროტად არ უნდა გამოიყენებოდეს და განიმარტებოდეს, ისე როგორც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთმა დამცველმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც პრეზიდენტის დაცვის არგუმენტები დაიწუნა. თავად პრეზიდენტი კი დღეს დილით თავის Facebook გვერდზე წერდა, რომ ის ენდობა თავის წარმომადგენლებს მაია კოპალეიშვილსა და თამარ ჩუგოშვილს და რომ ყველაფერი კარგად იქნება. მოკლედ, უცნაურ და გამოუგნებელ პროცესს ვუყურებთ. დღეს ოცნება ჯერ მთელ ძალისხმევას ახარჯავს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატების გამარჯვებას, მერე კი თვითონ უხსნის ცეცხლს მათ და იწყებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ეტაპზე კი რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს ცირკი თავიდან ბოლომდე ემსახურება ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს და მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას. ამ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ დაუჯერებელ, მაგრამ ნამდვილ ამბავზე, ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟზე და იმ მასკარადზე, რომელიც ახლა ბათუმში მიმდინარეობს და ჩვენი სტუმრები იქნებიან. ნინო ლომჯარია, ევროპული ორბიტა, ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს სასამართლოს გუშაგი, ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. ეს თოქ-შოუ დღის სტუმარია, მე ნაცია გოგსაძე ვარ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ჩვენ ვიწყებთ. და როგორც უკვე გითხარით, ჩვენი პირველი სტუმარი იქნება ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი, ევროპული ორბიტას დამფუძნებელი. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. მოგესალმებით, ქალბატონო ნათია, მივესალმები მაყურებელს. ალბათ თქვენც ადევნებდით თვალყურს იმ სხდომას, რომელიც მიმდინარეობს ბათუმში და მართლაც შოუს და წარმოუდგენელი ამბის მომწევართ ყველა ერთად, რისთვის მოუწყვეს საიმპიჩმენტო პროცედურა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის ჩვენს ევროპულ მომავალს ემსახურებოდა თავისი ვიზიტებით. რის მიღწევას ცდილობს ახლა ამით ოცნება და თავად სამართლებრივ მხარეზე, როგორც იურისტსაც მინდა გკითხოთ, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა თქვენთვის დღეს ირაკლი კობახიძის, ანუ სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები. დიახ, ალბათ ყველა აქტიური მოქალაქის ჩართულია იმ პროცესებში ინტერესი მთლიანად არის დღეს მიპყრობილი ბათუმში მიმდინარე სასამართლოს სხდომაზე. მეც მიწევს ჩემი საქმეების პარალელურად თან ვუსმინო და თვალი ვადევნო პროცესს. პირველ რიგში თქვენ შეკითხვას რო გავცე პასუხი, რატომ სჭირდებოდა ოცნებას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. იცით, აი ძალიან ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ და თქვა გამორიცხვებით და ლოგიკური, ესე ვთქვათ, მსჯელობით რომ მივიდეთ დასკვნამდე, ჩემი აზრით ამ პროცესის დაწყების ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ კიდევ ერთი საფუძველი მიეცეს ევროკავშირს, რომ და კიდევ ერთი ბარიერი შეიქმნა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე, რომ არ მოგცენ ჩვენ კანდიდატის სტატუსი და მეორე რაც თავში მომდის და ვფიქრობ იმ ვთქვათ წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარეც არის ის, რომ შეიქმნას სურათი პროპაგანდისტვის, მათ შორის რუსული პროპაგანდისტვისაც და ალბათ ამიტომ სჭირდებოდა დღეს ასე გაცხარებით, ამიტომ ითხოვდნენ პრეზიდენტის სასამართლოს სხდომაზე ყოფნას, რომ აი დაიხატოს სურათი, იყოს კადრები, როგორ ასამართლებენ ბრჭყალებში საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოში საქართველოს სასამართლო და პარლამენტი და მთავრობა იმისთვის, რომ ის უბრალოდ თავის კოლეგებს
კოლეგებთან შეხვედრების დროს სთხოვს მათ მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციაში. სხვა თვალსაზრისით არანაირი მოგება ქალბატონ ნათია მე ვერ ვხედავ რას იგებს ამით ოცნება, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩემი აზრით და ასე ვფიქრობ, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს 100-მა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, თუმცა თუ ეს ასე მოხდა, ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტის როგორც პოლიტიკოსის, თუ მათ მისი ეშინია როგორც პოლიტიკოსის, მისი წონა ნამდვილად არ შეიცვლება და შეიძლება პირიქით უფრო მეტი პოპულარობა მოუტანონ მას როგორც პოლიტიკურ ფიგურას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტი არ დასრულდება საბოლოოდ გადაყენებით, იმიტომ რომ ყველა ლოგიკით უმრავლესობას არ უნდა ქონდეს საკმარისი ხმა და ისინი ამას ამბობენ კიდევაც, რომ ჩვენ მხოლოდ სასამართლომ გვინდა რომ დადგენა და დარღვევა დაადგინოსო, ამიტომ ემსახურება იმას, რომ როგორც გითხრეს ხო ევროპელებმა, რომ არ დაიწყოთ იმპიჩმენტი, რადგან ეს ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან ცუდად აღქმული და ეს ხელშეუშლის თქვენს შანსებს მიიღოთ სტატუსი დაიწყეს. და უფრო მეტიც უნდათ რომ ეს დაიდგას ეს სცენა თუ სურათი კადრები ალბათ დამატებითი ესე ვთქვათ ვიზუალიზაციისთვის რუსული პროპაგანდის მხარდასაჭერად რომ საქართველოში პროევროპულად განწყობილ პრეზიდენტს ასეთ მარცხაჯულებას უწყობენ. დიახ, მით უმეტეს რომ გუშინ უკვე გამოჩნდა სცენაზე კარასინიც, რომელმაც პოლიტიკური შიზოფრენია, ასეთი სიტყვები გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ და გააკრიტიკა, იმიტომ რომ ზუსტად სწორი განმარტება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ეხლა უკრაინაშიც უკვე რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს, მაშინ შემდეგ იქნება რა თქმა უნდა საქართველო და ბალტიისპირეთი და რეალურად ამით რუსეთმა პირდაპირ აჩვენა, რომ ის ღიად არის ჩართული ამ პროცესებში. Როგორ ფიქრობთ, აი ეს ყველაფერი რომ ასე ღიად დაიწყო რუსეთმა პოზიციონირება, რაც არ მგონია რომ ქართულ ოცნებას ახლა ხელს აძლევდეს და ეხმარებოდეს, მაინც რატომ ხდება მათი მხრიდან? აი კიდევ ერთხელ მე სხვა ახსნა ლოგიკური არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მათ უბრალოდ აქვთ დავალება რომ გააკეთო ყველაფერი, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მათი პროპაგანდა მეორეს მხრივ ავითარებს ხაზს, რომ ეს რა თქმა უნდა მათი ბრალი არ იქნება, მაგრამ ყველა საღადმოაზროვნე ადამიანი ხედავთ ხომ რა პროცესები მიმდინარეობს. სხვა ახსნა ძალიან რთულია, არ ვიცი, ვიცოდეთ, ანუ ჩვენ რო გქონდეს ახლა ისეთი ვითარება, რომ იმპიჩმენტს ნამდვილად მოყვება პრეზიდენტის საბოლოო, ანუ იმპიჩმენტის პროცედურა საბოლოოდ პრეზიდენტის გადაყენება, მაშინ შეგვეძლო გაგვეთვალო, რომ ეს იმიტომ კეთდება, რომ თქვათ, არ ვიცი, კონკრეტულ პირს უნდა პრეზიდენტობა, ან კიდევ ერთი ვერსია არის ჩემთვის ისიც დამაჯერებელი, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართულ ხელისუფლებას, ქართული ოცნების ხელისუფლებას სურს, რომ ყველა თანამდებობას, ყველა შტოს ხელისუფლების და არა მარტო შტოს, უკვე ყველა ინსტიტუციას აკონტროლებდნენ სრულად და პრეზიდენტის ინსტიტუტი ახლა თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე ნამდვილად არ არის, ხო, ხელსწამოსაკრავი პრეზიდენტს შეუძლია ურთიერთობების საერთაშორისო დონეზე შეუძლია მოწვევა უცხოელების შეუძლია მიმართოს კონკრეტულ ინსტიტუტებს დაკვირვების განსახორციელებლად ან რაღაცა სამართლებრივი მოსაზრების თქვათ კანონპროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩასატარებლად და ასე შემდგომ, ანუ შეუძლია მიმართოს საზოგადოებას ძალიან კრიტიკული განცხადებებით ან შეაფასოს პოლიტიკური პროცესები და როცა ის პრეზიდენტია, რა თქმა უნდა, მისი მასშტაბი ამ განცხადებების კიდევ უფრო რეზონანსულია, ამიტომ შეიძლება ესეც არის, რომ წინასაარჩევნოდ მათ სურთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში არც ერთი ადამიანი არ დარჩეს, არც ერთი თანამდებობის პირი არ დარჩეს ისეთი, ვინც მათი სრული კონტროლის ქვეშ არ მოექცევა. მე აშკარად ვხედავ, ანუ ეს ძალიან არ მიყვარს ესე პირდაპირ და ხელაღებით აბრალება, რომ რაღაცა რუსულია, ანუ რუსული პოლიტიკა ხორციელდება და ასე შემდგომ, მაგრამ უკვე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ძალიან ცალსახა და ძალიან თვალსაჩინოა კოორდინირება, კომუნიკაცია
კომუნიკაციის თუ საქმიანობის თუ არ ვიცი მესიჯებისაც კი რუსული პროპაგანდის და ქართული პროპაგანდის უკვე ღიად ვხედავთ რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული ქმედებები განცხადებები იწვევს რუსეთში რეაქციას და როგორც წესი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქებენ და აკეზებენ რომ სწორად იქცევიან და ასე უნდა გააგრძელონ და პირიქით ანუ და რუსი პროპაგანდისტები და აი რუსულ მედიაშიც ძალიან როგორც პროპაგანდაში ძალიან აქტიურად შუქდება საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ეს შუქდება ისე რომ აი საქართველოში მოვიდნენ გონს და საქართველოში ამხელენ არ ვიცი ამერიკის შეერთებულ შტატებს მაგალითად აი ახლა რაც იყო ხო ესე ძალიან აქტიურად გაშუქდა რომ კომფორტული თავრობაა ეხლა დიახ, საქართველოს მამხილა ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცა რევოლუციურ გადატრიალებაში და ეს პროცესიც გაშუქდება ისე როგორც აი საქართველოში როგორ სჭიან პროევროპულად განწყობილ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან შეურაცხყოფელი სიტყვებით მიმართეს მათ. და ბოლოს, ქალბატონინო, ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება ვინმე კონკრეტულ პირს დაპირდნენ პრეზიდენტობას და დღეს გაიჟღერა ირაკლი კობახიძის სახელმა და გვარმა ამ კუთხით, ამ კონტექსტში. თინა ხიდაშელმა ახსენა სხვათა შორის, რამდენად შესაძლებელია თქვენ რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ და პროცესი როგორ გამოიყურება ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ხომ არ გაძლევთ? არ მაქვს ნამდვილად ამისი რაიმე ინფორმაცია და საერთოდ არ თვლი რომ ეს რაღაცა სკამისთვის ბრძოლა არის, უფრო მეტად მგონია რომ ხო მათ შორის უფრო არის ვიდრე ერთი ადამიანი და შეიძლება თვითონ კობახიძეს ან სხვას აქვს ეს ამბიცია ამდვილად არ გამოურიცხავ რატომაც არა სკამის გამო და თანამდებობის გამო ეს ადამიანებმა რა ვიცი მთელი საქართველოს აგენტებად გამოცხადებას მოაწერეს ხელი და ამ ქვეყნის რა ვიცი ავტოკრატიად და რუსეთად ქცევას მოაწერეს ხელი ცოტა ხნის წინ და ამიტომ თანამდებობის გამო ეს ადამიანები ყველაფერს იზამენ. მაგრამ მაინც მგონია რომ უფრო დიდი პროცესის ნაწილია ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის. უბრალოდ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. არა, შეიძლება ეს არის ინტერესების თანხმედრა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოტივაცია, შეიძლება მოტივაციას აძლევს კონკრეტულ ჯგუფს ან ადამიანებს, რომ ამისთვის იბრძოლონ, მაგრამ ჩვენ ხომ მე არც სალომე ზურაბიშვილის როგორც პიროვნების ან არ ვიცი თანამდებობის პირის სკამზე არ ფიქრობ ამ წუთას ხომ გესმით არწმუნებული ვარ თვითონაც არ ფიქრობს ასე ამ საუბარია იმაზე რომ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენთვის აი ამ უკიდურესად გადამწყვეტ მომენტში მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება და ქალბატონ ნათია კიდევ ერთხელ იმდენი საკითხია რაც იმსახურებს იმპიჩმენტის დაწყებას ამ ქვეყანაში ცალსახა არის იმპიჩმენტი უნდა დაწყებულიყო მათ შორის ნათია თურნავას არაკონსტიტუციურ და არ ვიცი ანტისახელმწიფოებრივ და უკიდურესად არ ვიცი დამაზიანებელი ქმედებების და გადაწყვეტილებების გამო იმპიჩმენტი უნდა დაწყებულიყო პრემიერ-მინისტრის მიმართ არაერთი სავარაუდო კორუფციის ფაქტი გაჟღერდა მედია საშუალებების მხრიდან და ბევრი საკითხია რაც თუ მათ კონსტიტუციის დაცვა უნდა ცოტა სასაცილოა მაგრამ თუ ამაზე არის საუბარი იმდენი შემთხვევა იყო როდესაც თანამდებობის პირებმა ფიქრობ რომ დაარღვიეს კონსტიტუცია და უფრო მძიმე შედეგები მოიტანა ამან ხა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში არანაირი მძიმე შედეგი არ მოუტანია უფრო პირიქით სასარგებლო არის მსგავსი კომუნიკაციები. დიახ, ამიტომ სამართლებრივი არგუმენტები არის ძალიან სუსტი და ძალიან არაკვალიფიციური და როგორ გიხართ მე შთაბეჭდილება დამრჩა რომ აი მთავარია რაღაცა დაეწერათ და წარედგინათ ან არ ვიცი კვალიფიკაცია არ ყოფნით თუ უბრალოდ არიზრუნეთ სამისთვის, იმიტომ რომ მთავარი იყო ფაქტი და არა და ასევე იციან რომ იქ საკონსტიტუციაში წყავთ საკმარისად ლოიალური მათდამი განწყობილი ადამიანები და ამაზეც იზრუნეს უკვე დიდი ხანია. ამიტომ დიდად სამართლებრივ არგუმენტაციებზე მათ არ უზრუნიათ ჩემი აზრით საკმაოდ სუსტად გამოიყურებიან და მათთვის უფრო არის ეს ვიზუალი მნიშვნელოვანი ვიდრე სხვა რამე. დიახ.
დიდი მადლობა, ქალბატონი ნინო ლომჯარია, ევროპული ორბიტას დამფუძნებელი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში და საუბრობთ მართლაც სამარცხინო სასამართლო პროცესზე, რომელიც ჩვენი სტუმრებიც ასე ფიქრობენ და საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. დღეს ნაზი ჯანეზაშვილი საქართველოს სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი არის ახლა ჩვენი სტუმარი, ძალიან კვალიფიციური იურისტი და საკმაოდ მაღალი რეპუტაციის სპეციალისტი ამავდროულად. ქალბატონ ნაზი, მოგესალმებით და პირველ რიგში თქვენგან მაინც მაინტერესებს, როგორც საქმეში კარგად ჩახედული ადამიანისგან, აი ეს შემადგენლობა, სასამართლოს შემადგენლობა, რა მოლოდინს გიჩენთ, რა შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ახლა ნინო ლომჯარიაც ამბობდა, ეს ძალიან მყიფე ბრალდებებია, მოკლედ, სამართლებრივად დაუდასტურებელი და მაია კოპალეიშვილმა და თამარ ჩუგოშვილმა არაჩვეულებრივად წარმოაჩინეს იქ 59 მუხლით 52-ს და რაც თავია კონსტიტუციის 78 მუხლი მარტო სალომე ზურაბიშვილს კი არა, სწორედ იმ ირაკლი კობახიძეს ავალებს, რომ ჩვენი ევროპულ მომავალზე იზრუნოს და ამაზე ოდნა მოგვიანებით, მე მგონი ჩვენ პირიქით მათ უნდა ვთხოვდეთ თვითონ რას აკეთებენ და თვითონ ხომ არ არღვევენ კონსტიტუციას, კი არა არღვევენ ალბათ, როდესაც ამ მნიშვნელოვანეს და უკეთილშობილეს მიზანს არ ემსახურებიან, მაგრამ მანამდე რა მოლოდინი გაქვთ სასამართლოს შემადგენლობისგან, ერთხელ მათ კარგად იცნობ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი ყურადღება დღეს ჩვენი საზოგადოების მიმართულია მოსამართლეებისკენ და რა თქმა უნდა, პირველი კითხვა, რაც ტრიალებს, არის ის თუ რამდენად შეძლებენ მოსამართლეები, რომ მიიღონ მათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ცხადია, რომ ამ შემთხვევაში უკვე პლენუმის შემადგენლობას და თითოეულ ადამიანს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც საერთო სამართლოებში იქნება ეს საკონსტიტუციო მნიშვნელობა არ აქვს, მოსამართლეებს ევალებათ, რომ ისინი იყვნენ დამოუკიდებლები, მიუხედავად ამისა, და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა მათ ამას ავალდებულებს და ეს არ არის მათი ასე ვთქვათ კეთილი ნება, სწორედ იმიტომაც არიან იქ, რომ ეს გადაწყვეტილებები აი ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით მიიღონ დამოუკიდებლად, ნახავთ მაინც უბრალოდ პრაქტიკაში დაუშვათ ისინი როგორ გამოიჩინენ მედეგობას. სხვათა შორის ქალბატონ ევა გოცილიძეს აქვს ნამუშევარი, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია თავის დროზე საერთო სასამართლოების მოსამართლეების უნარჩვევებთან დაკავშირებით, იქ როდესაც ჩაიწერა კეთილსინდისიერება რას ნიშნავს, როგორი უნდა იყოს მოსამართლეის, არ უნდა დაექვემდებაროს გავლენებს, უნდა იყოს მედეგი, დამოუკიდებელი და ასე ვთქვათ მისი რწმენით მიიღოს გადაწყვეტილება და სხვათა შორის თუ არ ვწდები ფიცის ავტორიც თავის დროს საერთო სამართლობის მოსამართლეების მას ეკუთვნის ეს ტექსტი და თვითონ არის ამდენად მათ ძალიან კარგად იციან და ჩვენ ყველა ვიცნობთ ხო ამ სფეროში ნამუშავე ადამიანები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის ბევრი ძალიან კვალიფიციური იურისტია, მათ შორის თვითონ მერაბ ტურავაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ნამუშევრები და ნაშრომები აქვს, რომ მას როგორც მეცნიერს და ძალიან კვალიფიციურია და თავის თავზე ბევრი რამ გამოუცდია, ეს არ არის მხოლოდ მეცნიერი და მხოლოდ მოსამართლე წარსულში, მათ შორის სხვა ადამიანებსაც მანენა კობახიძე, ჩემი კოლეგა იყო წლების განმავლობაში და ძალიან ბევრს იბრძოდა ის ადამიანის უფლებებისთვის და სასამართლოს გათვალისწინებისთვის ძალიან კი ნამდვილად და ბევრი არის იქ ისეთი, რომელსაც შეიძლება რომ გავიხსენოთ მისი წარსული გამოცდილებაც დადებითი თვალსაზრისით, მაგრამ და ზუსტად იციან მათ აქ რა ხდება. ისინი არ არიან ასე ვთქვათ დილეტანტები, ან ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში უყურებენ ამ პროცესს და ძალიან კარგად პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს მათ შორის ქალბატონ მანანას და მე იმედი მაქვს და მინდა რომ ეს მჯეროდეს. ხვდებით, ანუ ყველა ხო ასე უყურებთ ამ პროცესს და ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო წუთამდე ჩვენ გვაქვს ამის იმედი, რომ ისინი მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. მათ შორის განსხვავებული აზრის ავტორი ყოფილა ხო არაერთი მოსამართლე და ამ შემთხვევაში ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ აქ არის ერთი საკითხი კიდევ, რომ აი როდესაც უზენაეს სასამართლოს პლენუმმა აირჩია მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში, განსაკუთრებით ეს უკანასკნელ შემთხვევაში, ხო, კიკილაშვილი, ხვიჩა და მეორე უკვე ვასილ როიენიშვილი. ბუნებრივია, მაშინაც იყო მწვავე კრიტიკა ამ ადამიანებთან მიმართებაში და თავიდანვე იყო განცდა იმის, რომ ისინი სწორედ იქ იმიტომ მიდიოდნენ, რომ საჭირო შემთხვევებში მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ნუ რატომღაც მგონია ეს
ჩემი ასე ვთქვათ განწყობაა რომ თუ კი ასე ვთქვათ საკითხი ასე დგას იმ 6 ადამიანში მხარდამჭერში იმპიჩმენტის ალბათ ეს ორი ადამიანი აღმოჩნდება იმიტომ რომ მე არ მაძლევს მათი პროფესიული გამოცდილება მათი რეპუტაცია პროფესიული წარსული საქმიანობა და მათი დანიშვნის პროცედურაც იმის საფუძველს რომ თქვა რომ ისინი იქნებიან დამოუკიდებლები სხვა შემთხვევაში დავალოდოთ მაინც სხვა ადამიანებს როგორი ასე ვთქვათ რა მიდგომებს განახორციელებენ ასევე საინტერესოა სამართლებრივადაც ეს პროცესი ხო მოსამართლეები რა პროფესიონალიზმით და დაუშვათ როგორი განმარტებებით მიუდგებიან ამ საქმეს იმიტომ რომ ეს მომავალში პოლიტიკური კუთხით ძალიან ბევრ ამას გადაწყვეტს ეს ეხება უყურეთ ეს არის პროცესი რომელიც ეხება ერთის მხრივ სალომე ზურაბიშვილს როგორც თანამდებობის და პირს და პრეზიდენტს პერსონალურად ეს ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას და თქვენ ახსენეთ დასაწყისში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ეს ეხება მომავალში საბოლოო ჯამში პრეზიდენტის ინსტიტუციის და საერთოდ მთავრობის და აი ამ კომპეტენციების გამიჯვნას თუ როგორ იქნება ფორმირებული. ამიტომ მათი პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვითხოვთ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ეს ეხება საერთო სამართლობის შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო შემთხვევაში სწორედ ამიტომ ვითხოვთ, რომ გადამწყვეტ მომენტში და საბოლოო სიტყვას ამბობს სასამართლო და რა თქმა უნდა საბოლოო სიტყვა უნდა იყოს მაღალ პროფესიონალურ დონეზე და რა თქმა უნდა დამოუკიდებლობით მიღებული. მაია კოპალეიშვილმა თავისი გამოსვლისას მერაბ ტურავას მიმართა რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდ პატივს ცემ ამ ინსტიტუციას სადაც 10 წელი იმუშავა მან თქვა რომ არსებითი განხილვა ამ საქმეზე არც კი უნდა დანიშნულიყო იზიარებთ თუ არა კი მე მოვისმინე ქალბატონი მაიასეს ჩართო და არგუმენტი მეც ასე ვფიქრობ იმიტომ რომ იცით რა არის დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესი და კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენთან რაც ხდება საქართველოში ხო თითოეული ნაბიჯები რომელსაც პოლიტიკური ხელისუფლება დგამს ახდენს გავლენას ჩვენს ასე ვთქვათ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე. დღეს ჩვენ ძალისხმევას უნდა ვხარჯავდეთ იმაზე, თუ როგორ შევასრულოთ 12 პუნქტიანი ასე ვთქვათ პირობები და ამავდროულად არ გადაიდგას ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც ზიანს მოუტანს ჩვენს ევროინტეგრაციას. ერთის მხრივ ჩვენ ამ ბოლო პერიოდში რასაც ხედავთ ხელისუფლება დგამს თითქოს გარკვეულ ნაბიჯებს კანონმდებლობაში შეიტანს ცვლილებას დაუშვათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციისთვის გაუგზავნის პროექტს ან სხვა კუთხით დაუშვათ გადადგას რაღაც ნაბიჯებს ფორმალურად და ზოგ შემთხვევაში ფორმალურადაც არ აკეთებს ამას მაგრამ რაღაც ნაწილობრივ გარკვეულ ნაბიჯებს გავს იმისათვის რომ თითქოს თავისივე ამორჩეულს ალბათ არ ჩვენოს ის რომ თითქოს ისინი მოწოდებულნი არიან რომ საქართველოს მიიღოს კავშირის კანდიდატის სტატუსი და ამავდროულად დგამს ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს ამ წლის განმავლობაში განსაკუთრებით რომელიც ამ პროცესს ძალიან აზარალებს და იმპიჩმენტის პროცესი რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი მათ შორის და ამიტომაც მე ვიზიარებ ქალბატონი მაიას მოსაზრებას ერთის მხრივ საკითხიდან გამომდინარე არ წარმოადგენდა აუცილებლობას რომ ასეთი დიდი განხილვა მოყოლოდა და ეს შოუს ელემენტები არ ქონოდა ამ პროცესს და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის რომ გააზრებული გქონდეს ჩვენ რამდენად აუცილებელი არის რომ საქართველოს იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. ამავდროულად კიდევ ერთ საკითხზე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო რომ ჩვენ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით იმას თუ დაუშვათ როგორ ასრულებს საქართველოს ამ 12 პირობას და აქედან ერთ-ერთი მოგეხსენებათ არის სასამართლო საკითხი და ალბათ ჩვენი ასე ვთქვათ შეფასებისას ევროკომისიისთვის მნიშვნელოვანი იქნება რამდენად დამოუკიდებელი იქნება ამ შემთხვევაში სასამართლო და რამდენად დამოუკიდებლად მიიღებენ ისინი გადაწყვეტილებას და ეს რა თქმა უნდა შეფასების საგანი ამ კუთხითაც გახდება. დიახ და ჩემი მთავარი შეკითხვარითაც დავიწყე იმპიჩმენტის პროცესი სვადემდებ თვალყურს და რისთვის სასამართლოებთან აი წარმოუდგენელი ხომ არის და მართლა მასკარადია ეს და სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ რომ გავიგეთ რომ ყურადღების გადატანა უნდათ მაგრამ საბაბი რაც მოიტანეს ამისთვის რომ ევროინტეგრაცია არ უნდათ და ევროპაში რატომ დადიხარ და შეხვედრებს ატარებ ეს ხო წარმოუდგენელია და ალბათ ამ თაობას გაყვება ეს ამბავი როგორც შავი და ყველაზე ცუდი და საშინელი გადაწყვეტილება, მაგრამ მეორეს მხრივ თვითონ უნდა იყვნენ თუ არა ანგარიშვალდებული ჩვენს წინაშე, რომ ამ ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტში ევროინტეგრაციის პროცესში თავად არ ახორციელებენ ვიზიტებს, თავად არ ეწევიან ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის ლობირებას ევროკავშირში და თვითონ წარმოგვიდგინან პირიქით ანგარიშები სად დადიან და რას აკეთებენ ამ ყველაფრის გასაკეთებლად და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გასამტკიცებლად ისინი არავის არ აურჩევია.
ჩვენ ეს შანსი საქართველოს ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ჩემი აზრით, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი, მაგრამ არ მგონია რომ ხელისუფლებაც ანალოგიურად ფიქრობს, ვინაიდან აი ასეთ გადამწყვეტ მომენტში, რა თქმა უნდა, ისინი ალბათ უნდა ისხდნენ ბრუსელში, აკაკუნებდნენ კარებზე სხვადასხვა თანამდებობის პირების, სხვადასხვა აქტორებთან, იმისათვის რომ მათ უხსნიდნენ, თუ რამდენად არის ჩვენთვის ეს მთავარი, ასე ვთქვათ, საკითხი და მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოს იყოს წარმატებული ამ კუთხით. ამის ნაცვლად, აი ბოლო პერიოდია ხო ჩვენ ოქტომბერში ველოდებით ერთის მხრივ ვენეციის კომისიის დასკვნას ორგანულ კანონთა დაკავშირებით საერთო სამართლებთან მიმართებაში და ეს ბევრ ამას გადაწყვეტს დაუშვათ იმ პუნქტის შესრულების ნაწილში მესამე პუნქტზე ვსაუბრობ და ასევე ჩვენ ველოდებით უკვე საბოლოო შეფასებასაც ამ მომენტში აი ამ საკითხის და ამ შოუს შემთხვევით ხო არ ახსენებს ხალხი უკვე აი ამ პროცესებთან მიმართებაში ამის მოწყობა ბუნებრივი არის არარელევანტურია და ალბათ ისინი სწორედ ამ მიზნით არიან გამსჭავლულები რომ საქართველოს მაქსიმალურად იყოს ასე ვთქვათ წარუმატებელი აი ამ პროცესში და რა თქმა უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯები რომელიც მათ ასე ვთქვათ არაევროპულ მისწრაფებებს წარმოაჩენს იმიტომ რომ ჩვენ ხელისუფლებას თუ ამის სურვილი აქვს დღეს ამის დრო ნამდვილად არ იყო და მით უმეტეს როდესაც საუბრობთ აი ასეთ საკითხზე რომ თუ კი ამ დეტალებში შევალთ რომ მას ჰქონდა შეხვედრები ხო სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან სამ შეხვედრაზე არის საუბარი და აი ამაზე მსჯელობა და განხილვა როდესაც საქართველოში მართლა უამრავი პრობლემაა ხო ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მთელი ოცნების ასე ვთქვათ ლიდერები წარმოდგენილი არიან საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძე მისი ასე ვთქვათ კოლეგები და საუბრობენ იმაზე რატო წავიდა პრეზიდენტის სამ შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნებში ეს არის წარმოუდგენელი რამ იმიტომ რომ ანუ შეუძლიათ ასე ვთქვათ ძალიან კრეატიულად მიუდგნენ მათ ფუნქციებს ესე გამოდის და ყველაფრისგან შექმნან აი ესეთი ტიპის შოუ რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს გარდა იმისა რომ ჩვენ გვიშლის ხელს რომ ვიყოთ უფრო წარმატებული ქვეყანა და ჩვენმა ასე ვთქვათ დღეს აი ამ კუთხით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით მივიღოთ დადებითი შედეგები. და მოკლედ რომ მიპასუხოთ, იძულებაზე იყო ლაპარაკი. გახსოვთ ალბათ გუში მერაბ ტურავამ თქვა თუ პრეზიდენტი არ მოვა, მაშინ მისინების საწინააღმდეგოდ მოვიყვანთ. პრეზიდენტის გადასაწყვეტია მიმართვარა, იმიტომ რომ მას აქვს უფლებამოსილება, რომ თვითონ როდესაც არის მოპასუხე ამ შემთხვევაში და მისი საკითხი განიხილება იმპიჩმენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თვითონ გადაწყვიტოს თავად წარმოადგენს თავის უფლებებს სასამართლოში თუ წარმომადგენლები ეყოლება. და მისი არჩევანი ეს იყო და რა თქმა უნდა, კანონით ამის უფლება აქვს მას და მისი გადასაწყვეტია თუ როგორ მოიქცევა. ამდენად მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი სწორად მოიქცა, როდესაც მას წარმოადგენენ შესაბამისი პირები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კვალიფიციური განმარტებებისთვის. ნაზი ჯანიზაშვილი, საქართველოს სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. და ახლა პირდაპირ ეთერში უნდა შემოგვიერთდეს ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. მივესალმები მას. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მასთან უნდა გავაგრძელოთ საუბარი ამ ყველაფერზე. თქვენ ალბათ გვისმენთ და ნახეთ შეფასებები რომ შოუც არის მასკარადიც და რაღაც დემონსტრაციული სადამსჯელო ოპერაცია ქართული ოცნების მხრიდან. ვისი ინტერესების მსახურია დღეს ირაკლი კობახიძე, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2018-ში გვიმტკიცებდა რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრინციპული არჩევანი, ძირს დიქტატურა და თავისუფლება, ეწერა აი იმ ბილბორდზე სადაც სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად სრულიად უპრობლემოდ პოზირებდნენ ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი და არაერთი სამართალდარღვევით და არჩევნების გაყალბების მეშვეობით მოხდა მისი არჩევა და ახლა უკვე სწორედ ამ სალომე ზურაბიშვილს უწყობს იმპიჩმენტს ქართული ოცნება. რა ხდება თქვენი აზრით? მოგესალმებით, ნათია, მადლობა რომ ამ საკითხზე ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება მომეცა. მე ჩემი რაკურსიდან შევაფასებ, თქვენ ახსენეთ უსაფრთხოება დასაწყისში და სწორედ უსაფრთხოების კუთხით რისი მონტანია და საიდან მოდის ეს ყველაფერი, ხო? მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას აუკრძალა კანდიდატის სტატუსის მიღება. და ეს ყველაფერი მათ შორის დღევანდელი პერიპეტიები, რასაც ჩვენ სასამართლოში უყურებთ, ამ პროცესის ნაწილია და რაც უფრო უახლოვდებით კანდიდატის სტატუსზე ევროპის გადაწყვეტილების მიღებას, მით უფრო მძიმე
შემთხვევები შეიძლება მძიმე кейსები შეიძლება დადოს საქართველოს ხელისუფლებამ. სულ რაღაც რამდენიმე დღეა პირველადი შეფასების გამოცხადებამდე დარჩენილი, ოქტომბრის ბოლოს ველოდებით და აი ეს პროცესი, რომელსაც დღეს უყურებთ, არის სწორედ ნაღმი ჩადებული კანდიდატის სტატუსის ასაფეთქებლად. ეხლა რატომ უნდა რუსეთს ეს? იმიტომ რომ რუსეთს სჭირდება სადღაც მაინც უფასოვანი გამარჯვება. უკრაინაში მიუხედავად იმისა, რომ ომი იწელება, რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ბევრი ფაქტორია ამისი დამადასტურებელი და ერთ-ერთი მთავარი ბოლო დღეების ის, რომ ამერიკა, გერმანია და საფრანგეთი აპირებენ უკრაინაში ერთობლივი იარაღის წარმოების ერთობლივი მსხვილი საწარმოების გახსნას, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ და ერთ-ერთი მთავარ მიზანს შეგახსენებთ რუსეთის ომისა უკრაინის წინააღმდეგ დემილიტარიზაცია ამბობდა პუტინი და დემილიტარიზაცია კი არა ლამის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი სახელმწიფო მიიღო. ეხლა ვნახოთ რა ხდება ჩვენს უშუალო სამეზობლოში. არ გეგონოთ რომ შორს მივდივარ თემისგან, უბრალოდ იმის ახსნას ვთქვი, რატომ არის რუსეთისთვის ასაცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველო ჩატოვოს რუსეთისა და ბელორუსის გვერდით იმ ევროპულ სახელმწიფოთა რიგებში, რომელსაც არანაირი პერსპექტივა და არც სურვილი ევროკავშირის წევრობისა არ აქვს. სომხეთში დღეს პარლამენტი განიხილავს რომის სტატუსის საკითხს, რომლის მიხედვითაც თუ კი სომხეთი ის ქვეყნები, რომელიც ამ სტატუსს მიერთებები არიან, ახალი ბარიერი. პუტინის ჩასვლის შემთხვევაში პუტინი უნდა დააპატიმრონ. ხო, წარმოგიდგენიათ საითმიდის პროცესი და გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უკვე სომხეთის სუნთქვა გვესმის ზურგში და ესეც დამატებითი ფაქტორია რუსეთისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიღოს საქართველოს ეს სტატუსი, იმიტომ რომ შემდეგ სომხეთმა მოკლე პერიოდში არ გაირბინოს ის გზა, რომელსაც ჩვენ წლები შევალიეთ, ანუ უვიზო მიმოსვლა, ასოცირება და შემდეგ უკვე სტატუსი. ხო, ეს მისთვის კიდევ დამატებითი ჩამოქცევა იქნება. რჩება რა? ხო, აზერბაიჯანსა და თურქეთს ის რევერანსებით ელაპარაკება და ყარაბაღმა ეს დაგვიდასტურა, როგორ დათმო რუსეთმა საერთოდ იქ პოზიციები და სომხეთის დასახმარებლად არაფერი გააკეთა. დიახ და კარგი მაგალითი იყო თავის მეგობარს როგორ მოექცა და მიატოვა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. კი ბატონო და რჩებას ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოს, სადაც საკუთარ ამომრჩეველსაც და არ დაგვაუწყდეს რომ რუსეთშიც ახლოვდება არჩევნები, საკუთარ ამომრჩეველსაც უნდა დაუმტკიცოს და თვითონაც თვითკმაყოფილება თუ ეგო უნდა მოიფხანოს, სადაც ასე ვთქვათ სრულფასოვანი გამარჯვება უნდა იწვნიოს და სწორედ ამ სრულფასოვანი გამარჯვებისთვის აუცილებელია როგორც ჩანს მისი გადმოსახედი და რომ საქართველოს სტატუსი არ მიიღოს. სხვაგვარად იმას, რასაც ჩვენ დღეს უყურებთ, არის ყოველად წარმოუდგენელი. განურჩევლად იმისა, რა გვარის და რა სახელის პრეზიდენტი გვყავს დღეს, რომელი პარტიის წარმომადგენელი, თავისთავად ფაქტი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს მიდის განხილვა, როგორ გაბედა საქართველოს და როგორ იხედება საქართველოს ევროპისკენ და როგორ სურს საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, ამის განხილვას უყურებთ ჩვენ დღეს. ამის საჯარო განხილვას მსოფლიოს თვალწინ, ხო? დიახ. თავისთავად ეს ფაქტი არის შემაძრწუნებელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და დამატებით აი სწორედ ნაზის უსმენდი ახლა ეს არის კიდევ ერთი ტესტი თუ სასამართლომ ეს ტესტი ჩააგდო იმ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი სწორედ სასამართლოს რეფორმას და დამოუკიდებლობას ეხებოდა და ეს კიდევ ერთი ლურსმანი იქნება ვერთმა დაიფაროს და კანდიდატის სტატუსის ასე ვთქვათ უბოზე ხო აი ეს ყველაფერი მაფიქრებინებს მე რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს არის მიზანმიმართული პროცესი და შოუს დაუძახებთ ამას თუ სხვა ასე ვთქვათ სახელი ჩევამკობთ ეს არ ცვლის და არ ცვლის ზიანი დიახ რითი დამთავრდება ეს პროცესი ხო დამთავრდება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტით იმიტომ რომ თავისთავად ის მოვლენები რასაც დასავლეთი საქართველოში უყურებს არის მართლაც რომ შემაძრწუნებელი და საერთოდ რომ არა გეოპოლიტიკური ინტერესი, რომ არა საქართველოს გაწირვა სწორედ აი ამ ავტორიტარული სივრცისთვის, ხო? რომ არა აი ეს რისკები დასავლეთი ცალსახად როგორ წარმოგიდგენიათ, ეხლა მე და თქვენ რო ვიყოთ გადაწყვეტილებების მიმღები ევროპელების მაგივრად ამ ტიპის ქვეყანაზე განსახილველადაც კი არ ღირს ასეთი ტიპის
ქვეყანა შეუშვა ხელისუფლება, უკაცრავად გამიჯნავ ხელისუფლებას და საზოგადოებას, ასეთი ტიპის ხელისუფლება დაასვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მაგისტრატთან კანდიდატის სტატუსი. ქალბატონ ხაცუნა, შეიძლება ძალიან კომიკურად გამოიყურება, მაგრამ მაინც მინდა მაყურებელს შევახსენო, რას ედავებიან სალომე ზურაბიშვილს. შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს. თვითონ ვის ხვდებიან? პირიქით, მე მათთან მაქვს ეს შეკითხვები, რატომ არ ხვდებიან ამ ხალხს და ყოველდღე რატომ არ თხოვენ საქართველოს მხარდაჭერას? სად დადიან თვითონ? აი, საზოგადოებამ და პოლიტიკურმა კლასმა პირიქით არ უნდა შეატრიალოს ახლა შეკითხვა, რომ იმ 78 მუხლს, რომელიც თვითონვე ჩაწერეს, თან ბედის ირონია ხო ეს არის, რატომ არ ღვევენ ყოველდღიურად? ნათი ეს კითხვა ლეგიტიმური იქნებოდა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც თუნდაც შეცდომების გზით, მაგრამ მიდის ევროკავშირისკენ და რომელსაც ვატყობთ სურვილს იმისა, რომ შეიძლება არის ჯიუტი, ასე ვთქვათ, კანდიდატი, მაგრამ რეალურად მოსურნე საქართველოს კანდიდატობისა მიიღოს, ასე ვთქვათ, კანდიდატის სტატუსი, ხო? ჩვენ რასაც უყურებთ, პირიქით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს ნაბიჯზე დებს ბომბებს, რათა ქვეყანა აფეთქდეს, სანამ კანდიდატის სტატუსს მიიღებდეს, ხო? ანუ ამოეწუროს მოთმინება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და აი ამ მათი მოთმინების ამოწურვაზე მუშაობენ. ეს არის ძალიან თვალსაჩინო. სხვაგვარად კიდევ ერთხელ იმ პროცესებს, რასაც ჩვენ ეხლა უყურებთ, არანაირი გამართლება და არანაირი ახსნა არ აქვს და კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი. როგორ შეიძლება გჯეროდეს, რომ ამ ხელისუფლებას უნდა საქართველოს ევროპული მომავალი, როცა ის ყოველდღე გამოდის და დასავლეთს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს. სად არის აქ ლოგიკა? ძალიან გთხოვთ დავუფიქრდეთ, ხო, მაყურებელს მიმართავ. როგორ შეიძლება ჩვენს ხელისუფლებას სურდეს ევროპისკენ სულა, როცა ის ამტკიცებს უпростоრად ასე ვთქვათ, ბოდიში მომითხოვია ამ ტერმინისთვის და გვაბოლებს საკუთარ ამომრჩეველს, რომ დასავლეთს თურმე საქართველოს ომში ჩართვა უნდა და საქართველოში გადატრიალებების თუ გადმოტრიალებების მოწყობა, ხო? ერთი ხელით ამბობდე, რომ დასავლეთი მე ამას მიპირებს და მეორე მხრიდან ამტკიცებდე, რომ მე სურს ევროკავშირში გავწევრიანდე, ხომ სრული აბსურდია. ამიტომაც ისინი ყველა თავისი ნაბიჯით აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ სტატუსი არ მივიღოთ. ეხლა ალბათ ზოგიერთს გაუჩნდება კითხვა, რომ ასეთ შემთხვევაში არ ეშინია ხელისუფლებას არეულობის, ან არ ეშინია რუსეთს, რომ თქვათ მისთვის კომფორტული ხელისუფლება საქართველოსი შეიცვალოს. ან არ ეშინიათ, ან თუნდაც ეშინოდეს, რუსეთს რატომაც არ აწყობს მაგალითად, ასე ვთქვათ, ერთი პატარა სამხედრო ოპერაცია, კიდევ ერთი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც მარტო დარჩენილი საქართველოს ვერაფრით გაუმკლავდება. ხო, ამიტომ თუ ვინმეს უნდა დღეს საქართველოს რისკის ქვეშ დაყენება, ეს არის სწორედ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამ რისკებს ვერ თუ არ თვლის და ულაპარაკოდ ასრულებს რუსეთის ხელისუფლების სურვილებს, რომ საქართველოს საბოლოოდ ჩატოვოს იმ ჭაობში, რომელსაც ბელორუსისა, რუსეთისა და სამწუხაროდ უკვე საქართველოს ტრიუმვირატი ქვია. სამწუხაროდ და ძალიან ცინიკურად ჟღერს ახლა ერთ-ერთი მეგობრის Facebook გვერდიდან ამოვიკითხე ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის განცხადება. ჩვენ ვეფერებით ევროპულ ფასეულობებს, გულწრფელი გუნდი მოვედით და ვემსახურებით ქვეყანას. ჩვენი ხელწერა არის ევროპული, ევროპა ჩვენთვის მხოლოდ ვიზიტები და ბრჭყალებში გულაობა არ არის, როგორც ზოგიერთს ეგონა წერდა ამას ბიძინა ივანიშვილი 8 სექტემბერს 2013 წელს და ეს ტრიუკი მთელ საზოგადოებას ვითომ პროევროპული ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, ძალიან კარგად ჩაუტარა და სადაც მიგვათრევს, თან ძალიან დიდი სისწრაფით ბოლო პერიოდში ყველა კარგად ვხედავთ. ხო, კიდე ერთი რამ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი უკვე ამჯერად ქართული ოცნების ამორჩევლის გასაგონად. პრეზიდენტი, რომელიც როგორ იქნა არჩეული, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. რა ძალისხმევა ჩადო ქართულმა ოცნებამ პირველ და მეორე ტურში, რომ ამორჩეველი უბნებთან მიიყვანა და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად დაერჩია, ყველამ ვიცით და დღეს საკუთარ, როდესაც ამგვარად არჩეული პრეზიდენტი ასეთი დაუცველია,
მე ძალიან მაინტერესებს რისი იმედი აქვს რიგით ქართული ოცნების ამომრჩეველს ის დაცულია საკუთარივე ხელისუფლებისგან წამოსული აგრესიისგან რატო გონია რა ბერკეტი აქვს რა ილუზია აქვს ამისთან რომ როცა პრეზიდენტს ასე ეკცევიან მათ მიერვე არჩეულ პრეზიდენტს რიგით ქართული ოცნების ამომრჩეველს რა დაცვის მექანიზმი აქვს საკუთარი ხელისუფლების აგრესიისგან დამცავი ამას რატო არ უსვამენ ამ კითხვას მთავარი დაპირება როდესაც ევროპა იყო და ევროპული მომავალი რატომ არ ფიქრობენ იმაზე რომ ამ ყველაფერს ახლა უსპობენ საკუთარ ამომრჩეველს სწორედ თავისი შვილებისთვის და თავისი გარემოცისთვის რომ ევროპა უნდა და იქ ჩარტერებითაც კარგად ივლიან ჩვენ ეს ვნახეთ ხო ნუ ეს კიდევ დამატებითი საკითხია ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა мотиваცია რამდენად ახსოვთ მათი კოლეგების დასანქცირების საკითხი და რამდენად კონსტიტუციასთან და საკუთარ სინდისთან მართლები იქნებიან როცა ისინი გადაწყვეტილების მისაღებად გავლენ და რამდენად აცნობიერებენ დღეს ისინი რომ მათ ხელშია საქართველოს ევროპული მომავალი და დიდწილად საქართველოს სუვერენიტეტი. მათ სახელებს და გვარებს ისტორია შემოინახავს, დიახ. კი, რამდენიმე მოსამართლე ნამდვილად არის ისეთი, ვინც არის ღირსი, ეს ძალიან მაღალი წოდება ატაროს, ვნახოთ დანარჩენი მოსამართლეები, რამდენად მართლები აღმოჩნდებიან საქართველოს მომავლის წინაშე. დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა ეს ხათუნა ლაგაზიძე იყო ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და ჩვენ სწორედ საუბრობდით იმაზე თუ რამდენად დამაზიანებელი სამარცხვინო ანტიქართული და რუსეთს რომ აწყობს ისეთი პროცესი მიმდინარეობს ახლა საქართველოში ევროპული გზის მხარდაჭერისთვის ქართული ოცნება რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2018 წელს პრინციპულ არჩევანს უწოდებდა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას, მას თავად ასამართლებს იმისთვის, რომ ახლა საქართველოს ევროპული მომავალი და კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალი გზა საბოლოოდ ჩაუხერგოს. დღესდღეობის პირველი ნაწილი ამით დასრულებულია. ერთმანეთს შეხვდებით საღამოს და ამ ისტორიის სამარცხვინო ფურცლზე გავაგრძელებთ საუბარს.